გაინტერესებს როგორ უნდა შექმნა დიზაინი, რომელიც ავტომატურად იქნება მორგებული ეკრანის სხვადასხვა ზომებზე. დაგიზოდავს უამრავ დროს და ასევე მაქსიმალურად აიცავ კონსისტენტურობას. ამისათვის საჭიროა ისწავლო auto layout-ი, რომელიც განსაკუთრებულად გამოსადეგია მაშინ, როდესაც responsive design-ზე გვიწევს მუშაობა. ანუ, ეკრანის ზომის მიხედვით ელემენტები გაიზარდნონ ან დაპატარავდნენ. კარგი ამბავი ისაა, რომ auto layout-ის სწავლა საკმაოდ მარტივი და ლოგიკური პროცესია საინტერესოსთან ერთად. თუ ალგოს ავუღებ. ხოლო ალგოს აღებაში მე დაგეხმარები. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. წამოდი ერთად დავზოგოთ დრო. მოდი ამ ვიდეოში გავაკეთოთ მსგავსი ქარდი, რომელიც არის auto layout-ით აწყობილი და დინამიური არის კონტენტი, თუმცა სანამ ამ კონკრეტულ ქარდს ავაწყობთ, მოდი დავიწყოთ 0-დან და ავხსნათ auto layout-ის შესაძლებლობები. მოდი შევქმნათ სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ელემენტი და სამივეს მომიშნის შემდგომ შეგვიძლია მაუსის მარჯვენა კნოპკით დავაჭიროთ auto layout-ი, რომელიც გადააქცევს ფრეიმად, ამ ფრეიმში მოათავსებს კონკრეტულ ელემენტებს და ერთმანეთთან სიმეტრიულად დაშორებები და ასე შემდეგ შესაძლებლობებს პანელი გვიჩნდება. თუმცა ამ პანელშიც არის გარკვეული ფუნქციები, რასაც ხა გავივლით. პირველი არის აქ რა უყურებთ, ანუ სანამ მან გადავალ სამი ელემენტი, რადგანაც ჰორიზონტალურად ქონდა დალაგებული და auto layout-ში ჩავსვით, ავტომატურად ჰორიზონტალური განლაგების auto layout-ი შემიქმნა. თუმცა თუ დავალაგებთ ვერტიკალურად და გავაკეთებთ layout-ს, აქედან გამომდინარე, უკვე ავტომატურად ჰორიზონტალურად დაალაგებს ამ კონკრეტულ ელემენტებს. მოდი ამ კონკრეტულზე გავტესტოთ, ეხლა და ვნახოთ, რა შესაძლებლობები აქვს auto layout-ს. პირველი არის free form-ი, რომელიც ერთმანეთთან დამოკიდებულებაში აღარ არის ეს ელემენტები, არც დაშორებები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, როგორც აი აქ კონტეინერს ვამოძრავებ, საერთოდ არ აქვს არანაირი შედეგი, როგორც ამ კონკრეტული ქარდის შემთხვევაში. ასევე, ხო, ვერტიკალურზე ვთქვით. ვერტიკალურ შემთხვევაში, კი ბატონო, ეხლა რადგანაც სიგანე გვქონდა ჩვენ დაპატარავებული, ეს აბსოლუტ პოზიციაზე დააყენა და მაგასაც გავივლით. ჰორიზონტალზე გადავიყვანოთ და აი ხედავთ, რომ ჰორიზონტალზე რო გადავიყვანე, შიგნით არის სამი ელემენტი, თუმცა ფრეიმი არის მოკლე, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ფიქსირებული სიგანე. ჰაგზე რო გადავიყვანოთ, ჰაგი ნიშნავს, სადაც იწყება და სადაც თავდება, მაგ ბოლომდე წამოიღოს კონტეინერის სიგანე. და ჰაგზე გადაყვანის შემთხვევაში სრულად აითვისა ეს ელემენტების სიგანეები და კონტეინერი გახდა სრული. ეს ფუნქცია არის გრიდი და გრიდებზე მოგვიანებით ცალკე ვიდეოს დავდებ და გრიდის შემთხვევაში აქ wrap აიკონი გაგვიჩნდა და მოდი აი ჰორიზონტალზე რო გადმოვიდეთ და wrap-ი ჩავრთოთ, wrap-ი ნიშნავს, რომ თუ ჩვენ სიგანე გვექნება ფიქსირებული 936 პიქსელი და ქვევით ავადუპლიკატებთ კიდე ელემენტებს, ავტომატურად მაგ კონტეინერის შესაბამისი კონტეინერის ზომის იქით, ზომაში თუ ვერ ეტევა კონკრეტული ელემენტი, ჩამოდის ქვევით. თუმცა ჩვენ wrap-ი არ გვინდა, მოდი ახლა გავთიშოთ, დავაყენოთ ჰაგი, თუმცა ამდენი ელემენტი ახლა არ გვჭირდება, მოდი წავშალოთ და სამი ელემენტი დავტოვოთ ისე. კი ბატონო, რო ჩამოვიდეთ უკვე ქვევით, გვაქვს სიგანე, გვაქვს სიმაღლე. ძირითადი სამი ფუნქცია გვაქვს სიმაღლეს და სიგანესთან მიმართებაში, რაც არის fixed კონტეინერი, ასევე hug კონტეინერი და fill კონტეინერი. კონტეინერები მე მგონი ყველას არ აწერია, მაგრამ მივხვდებით კი აწერია. კარგით, რაც შეეხება fix, hugs
და fills. Fixed ნიშნავს მაგალითად აი რო ავირჩიოთ fixed container ნიშნავს რომ კონკრეტული სიგანე მქონდეს მე ამ კონტეინერის და ასევე სიმაღლეც კონკრეტული იყოს მაგალითად 80 პიქსელი და თუმცა შიდა ელემენტები უცვლელი არის. Hagi ნიშნავს Hagi შემთხვევაში Hagi გვაქვს ყველა შიდა ელემენტზეც შიდა ელემენტებში არ გვაქვს ერთი field და მაგასაც ავხსნით. Hagi ნიშნავს როგორც გითხარით ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე სრულად გაიწელოს ესე რომ ვთქვათ სიგანეში და ასევე სიმაღლესაც თუ დავაყენებთ Hags კონტეინერი საიდანაც დაიწყება და სადაც დამთავრდება ბოლომდე იქნება მიდებული და ზედმეტი დაშორება არ იქნება. ეს პანელიც რო ავხსნათ, მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. თუ რა არის ეს პანელი, მაგრამ სანამ ამ პანელზე გადავართ, მოდი პარემ ესენიც გავიაროთ. ეს დაშორება ნიშნავს, რომ ერთმანეთთან შორის დამოკიდებულებაში 64 აი აქ ხედავთ ამას რო ვცვლით, ავტომატურად იცვლება ერთმანეთთან დაშორება და ავტომატურად იცვლება სიგანე იქიდან გამომდინარე, რომ Hagi გვაქვს მითითებული, თუმცა Hagi და fixed-ზე თუ გადავიყვანთ და ამას გავსდით, ხედავთ რომ დაშორება ერთმანეთთან იზრდება, თუმცა აღარ იზრდება სიგანე. ამ პანელზე როგორც თქვით, შემგომივზავთ, ეს არის უკვე გვერდებზე დაშორება, ისე ვთქვათ, ოღონდ შიგნით padding-ები დეველოპერულ ენაზე და მაგალითად 32-იც რო გავუწეროთ, ხედავთ რომ კონტეინერ შიგნით აქვს 32 დაშორება პიქსელი და ხო, რაც არ უნდა ჩავსვათ შიგნით, ეგ დაშორება სტატიკურად შენარჩუნდება. ხოლო აი ეს ნიშნავს ზევიდან და ქვევიდან padding-ები რო გავუწეროთ და frame-ი ნებისმიერი frame-ი რომ მივიტანოთ და frame-ზე დავადოთ, ხედავთ რომ აქ დაშორება 32 აქვს. აქ შეგვიძლია რომ მაგალითად აი აქ აიკონები აღნიშნავს თუ რომელი დაშორება არის და ასევე შეგვიძლია ქვევით გავუკეთოთ 35 პირობითად, ზევით 64 და ჩვენ გემოზე როგორც პროდუქტი და UI მოითხოვს ანალოგიურად რომ გავაკეთოთ. და გვაქვს clip content-ი. Clip content-ი ნიშნავს რომ ამ ჩარჩოს იქით აი მაგალითად fix-ზე რო გადავიყვანოთ და clip content-ი გავუჩვოთ, აი ხედავთ რომ ეს კონტეინერი რომ მოძრაობს, აქ კონტეინერის გარეთ გარკვეული ელემენტი მაინც ჩანს. და მოდი clip content-ს რო დავაწვევით, უკვე ამ კონტეინერის გარეთ ელემენტი იჭრება, ესე რომ ვთქვათ და აღარ ჩანს არც ერთ მხარეს. აი მოჭრილი კონტეინერის მაგალითზე რო გავიაროთ, ეხა ეს კონკრეტული პანელი და ფუნქცია რას ნიშნავს? ეხა ჩვენ გვანიშნებთ, რომ ზედა მარცხენა კუთხეში იყოს alignment-ი, ანუ შიდა კონტენტი არის მიმაგრებული ზედა მარცხენა კუთხეში. აქედან გამომდინარე, თუ შუაში დავაწვევით უკვე ამ კონკრეტული კონტეინერის ცენტრში აღმოჩნდება მარცხენა მხარეს, ასევე თუ ქვევითაც დავაწვევით, ქვევით აღმოჩნდება, თუ ზევით დავაწვევით, უკვე ზევით ცენტრში იქნება. ხოლო თუ შუაში დავაწვევით, უკვე ზევიდან და ქვევიდანაც და გვერდებიდანაც მაქსიმუმ ცენტრში იქნება. ეს ნიშნავს ქვევით, ეს მარჯვენა მხარეს alignment-ი, ხედავთ რომ ეხა აქეთ არის მოჭრილი და აქეთ არ არის და ეს ანალოგიურად მარჯვენა შუა და ქვევით. მარჯვენა ქვევით. კი ბატონო. ასევე აქაც რო შევიხედოთ, თუ მაგალითად ჩვენ გვინდა რომ ეს ელემენტები ერთმანეთს გადავადოთ და მაგალითად -76 გავუწეროთ, მოდი ჰაგებზე დავაბრუნოთ ეხა ეს და ფერები შევუცვალოთ, ცოტა რომ უფრო აღქმადი იყოს ერთმანეთთან. აქ უკვე ნახეთ 32 ვავიღოთ ერთმანეთთან დაშორებები არის, მაგრამ -32-ის შემთხვევაში უკვე ერთმანეთზე გადადებული ელემენტები გამოდის. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც
პირველ ელემენტს ედება ყველაფერი და გვინდა რომ პირველი ელემენტი იყოს ზევიდან, აქედან შეგვიძლია უკვე შევიდეთ და last on top-ის მაგივრად first on top-ით გადავცვალოთ. ეს არის, როდესაც ტექსტებთან მიმართებაში ვიყენებთ და იყოს ჩართული თუ არ იყოს ჩართული, მაგას ტექსტებს ესე რომ ვთქვათ, ასწორებს ერთმანეთთან და ეს არის ხო, ეს არასდროს არ გამომიყენებია და სიმართლე გითხრათ, community-ში დავწერე აუცილებლად ამას და ამის შესახებაც. კაი, დავაბრუნოთ ახლა 32-ზე. ეხლა შიგნით თვითონ ეს ელემენტები გავხადოთ მოდი დინამიური. ხედავთ რომ კონტეინერი მოძრაობს, თუმცა შიგნით დინამიურობა არ არის და აქ შემოდის უკვე fill კონტეინერი. Fill კონტეინერი ნიშნავს ეხლა აქ ჩვენ ნახეთ ფიქსირებულები გვაქვს ყველაფერი და გვაქვს fixed და fill. ამ შემთხვევაში მოდი ერთი ტექსტით ჩავამატოთ უბრალოდ. ტექსტით ჩავამატოთ აქ. და მოდი მარცხენა გვერდი იყოს. თუ ჩვენ ამ fixed-ის მაგივრად მივცემთ fill containers, ნახავთ რომ ეს მხოლოდ ეს ელემენტი გაიზრდება და დანარჩენი ელემენტები დარჩება უცვლელი. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ ელემენტებს აქვს ფიქსირებული სიგანეები, ხოლო ამ ელემენტს ჩვენ ვუთხარით ახლა, რომ რა ადგილიც გრჩება იმ ფიქსირებულებთან ერთად და ამ კონტეინერში რა ადგილიც გრჩება მაქსიმალურად გაიზარდეს სიგანეში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მაგალითად ამ ელემენტსაც ვეტყვით, რომ გაიზარდე მაქსიმალურად, აქედან გამომდინარე უკვე ხედავთ, რომ სამ ერთნაირი ზომის ელემენტს ვიღებთ და ერთ ტექსტს. ეს ნიშნავს, რომ შიდა კონტეინერი რაც არის და ეს კონკრეტული კონტეინერი არის ჰაგი, მოდი ფიქსირებულზე გადავუყავთ 25. 25 რო გამოვაკლოთ ამ კონტეინერს დანარჩენი ადგილი თანაბრად გადაინაწილე. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული ელემენტი თანაბარი ზომისაა. თუ ტექსტ ღილაკს მივცემთ fills, ხედავთ, რომ 4-ვე ელემენტი თანაბრად გადანაწილდა ერთნაირ ზომებზე და სიგანეში რამ ხელაზეც არ უნდა გავზარდოთ. ნახავთ, რომ ერთი და იგივე ზომებს ვიღებთ. აქედან გამომდინარე, აქ ხედავთ, რომ მხოლოდ fill და fixed გვაქვს, ხოლო ტექსტზე გვაქვს fill, fixed და hug. ტექსტებს იქიდან გამომდინარე ემატებათ, რომ ტექსტები რა ვინაიდანაც დინამიური არის, ვეუბნებით აგით, რომ ეს ტექსტი აქ რო დაიწყება და სადაც დამთავრდება, ეგ არეალი გამოიყენე. თუ რა თქმა უნდა არ გჭირდება, რომ fill იყოს, ესეც ქარდიდან, პროდუქტიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს. ასევე თუ სიმაღლესაც ვეტყვით, რომ მოდი გაიზარდე ბოლომდე კონტეინერის შესაბამისად, ხედავთ, რომ კონტეინერს რო ვზდით, შიდა ის პირველი ელემენტი არის დინამიური. კი ბატონო, ასევე გვაქვს აქ admin ვიცი, ანუ დავამატოთ მინიმალური სიგანე და დავამატოთ მაქსიმალური სიგანე. კონტეინერი რო დავაპატარავოთ მაქსიმალურად, მოდი და ეხლა გვაქვს ჩვენ 84 პიქსელი ფილი. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ და ვეტყვით, რომ მინიმალური ზომა იყოს 200 პიქსელი, ამ კონტეინერში იმის მიუხედავად, რომ მე აქ ფილი მაქვს გაწერილი, ვეუბნები, რომ რა ხელათ არ უნდა იყოს კონტეინერი, მინიმალური ზომა იყოს 200 პიქსელი. თუმცა თუ კონტეინერს გავზდით, უკვე აქეთ ხედავთ, რომ ყველას თანაბრად ყოფნის ეს კონტეინერი, ეს არის 600 პიქსელი და აქედან გამომდინარე ვეუბნებით, რომ გაიზარდე მაქსიმალურად. თუმცა აქვე თუ დავამატებთ add max width და ვეტყვით, რომ იყავი შენ მაქსიმუმ 400 პიქსელი, ხედავთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს მინიმალური და მაქსიმალური სიგანე და სიმაღლე და სულ რვაქაც არა სიმაღლე არა სიგანე და აქედან გამომდინარე რამ ხელაზეც არ უნდა გავზარდოთ, ხედავთ, რომ ესენი იზრდება თანაბრად. ტექსტი არის ჰაგი, რაც იმას ნიშნავს, რომ რამ ხელა ადგილსაც მოითხოვს, იმ ხელა უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ აი მაგალითად თუ დავწერეთ text უბრალოდ საჩემო აკადემი. თუ დავწერთ, ხედავთ, რომ ესენი შეიცვალა
ესეც მაქსიმალური 400 არის და ესეც ტექსტი იყო და უფრო დიდი ტექსტი გახდა. ანალოგიურად არის სიმაღლეზეც. მოდი მაგალითად მინიმალური სიმაღლე მივცეთ 120 და მაქსიმალური სიმაღლე მივცეთ 400. და მოდი გავზარდოთ. აი, აქ მინიმალური სიმაღლე აქ გვაქვს მინიმალური სიგანე 200, მინიმალური სიმაღლე 120. აქედან გამომდინარე, აქ ფილი უნდა ჩავურთოთ პირველ რიგში და რო დავაპატარავებთ, ხედავთ, რომ კონტეინერიდან გავიდა. აი, მოდი clip content-ი გავუშვოთ, აი, არ კარგავს იმ მინიმალურ სიმაღლეს. ხოლო მაქსიმალურ სიმაღლე გვაქვს 400 და სულ რო გავზარდოთ, ეს იზრდება, ეს რადგანაც ფიქსირებული სიმაღლე არ იცვლება და ეს კონკრეტული 204-ზე დარჩა. კარგი. ეს იყო რაც ამ პანელს შეეხება. და მოდი ახლა უშუალოდ ამ ქარდის აწყობაზე გადავიდეთ და სტრუქტურულად როგორ უნდა დავაგდეს ერთმანეთთან. რო ვნახოთ და დოდიშით ერთი რაღაცა კიდე გამორჩა, აუცილებლად უნდა გითხრათ, აქ დაშორება. ეხლა ვხედავთ, რომ 32 პიქსელი გვაქვს, თუმცა ან აუტო შეგვიძლია ესე ავირჩიოთ, ან აუტოს ჩავწერთ და გამოდის, რომ აქ ხედავთ, ავტომატურად თანაბარი ზომებია დაშორება. აქედან გამომდინარე ერთმანეთზე მიბჯენილი, იმიტომ რომ ფილები არის, თუმცა მაგალითად ავიღოთ ორი ელემენტი დავტოვოთ, ამას მოვხსნათ remove, ამას ხო, მოდი სამი ელემენტი იყოს თუნდაც. და ვუთხრათ ამას, რომ კონკრეტული ელემენტი იყოს 300 პიქსელი. ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში, აუტოს შემთხვევაში, თანაბარი დაშორებები აქვს უკვე ერთმანეთთან, 3 ელემენტს და რამხელაზეც არ უნდა გავუზარდოთ კონტეინერი, ამ 3 ელემენტს ერთმანეთთან შიდა დაშორება იქნება ავტომატურად მინიჭებული. რაც რეალურად, აი როგორც აქ, საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად უფრო flexible ტიპი იყოს, რა მოქნილი ტიპი იყოს. კაი, მოდი გადავიდეთ უშუალოდ ამ ქარდზე, მოდი ზომები დავაყენოთ მაგალითად 300, არა ძალიან ცოტა 300, 400, 620. კაი, მოდი ეს დავადუპლიკატოთ ახლა და დავშალოთ თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ხედავთ, რომ გვაქვს აქ აიკონები, სათაური აღწერა, ღილაკის სურათი და გვინდა რომ მივიღოთ ესეთი ქარდი. ღილაკსაც შეეხება კომპონენტი არის და შემდეგი ვიდეო უკვე კომპონენტებზე იქნება საკმაოდ სუპე და ცოტა უფრო კომპლექსური და აუცილებლად უყურეთ. პირადად მე როგორ გავაკეთებდი ამ კომპონენტს, მასე გავაკეთებ ახლა და რა თქმა უნდა უკვე თქვენ სურვილის ამებრ შეგიძლიათ შემდგომ უკვე თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე გააკეთოთ. მოდი პირველ რიგში სახელი და ესე ვთქვათ ვერიფიკაციის ბეჯი დავა აუტო-ლეიაუთოთ ერთმანეთთან, დაშორება იყოს 4 პიქსელი და ტექსტი იყოს ჰაგი, კი ბატონო. ეხლა აღწერა და ტექსტი გავაკეთოთ ერთმანეთთან. მოდი ჯერ არეულად დავალაგებ და მე ეტაპობრივად გავასწორებ. თუ გავასწორო. კი ბატონო, მოდი ეტაპობრივად გავასწოროთ. შემდგომ უკვე სათითაოდ აიკონს და ტექსტს აუტო-ლეიაუთებ, ანალოგიურად ვისავა აქაც. 4 პიქსელი იყოს დაშორება, აქაც 4 პიქსელი იყოს დაშორება და მარცხენა შუაში იყოს alignment-ი. და მოდი ეს ორი ერთმანეთთან დავაუტო-ლეიაუთოთ, არა, მოდი ჯერ ესე დავაუტო-ლეიაუთოთ. ეს სამივე
თუმცა აქ ხედავთ, რომ ეს ორი თავისთვის მარცხენა მხარეს არიან ფიქსირებულად და გასტიკულად, აქეთ ხილაკი. აქედან გამომდინარე, უკვე ჩვენ ეს ფრეიმი გვაქვს, თუმცა შეგვიძლია შევიდეთ შიგნით და ეს კონკრეტული ორი ელემენტი მოვნიშნოთ. ცალკეულად ეს ორი კონკრეტული ფრეიმი დავაუტოლეიაუთოთ ერთმანეთთან და მოდი ამათ გავუწეროთ დაშორება 24 პიქსელი ან 16 პიქსელი. და ხედავთ, რომ სიგანე მაქვს 171 და მოდი იყოს ჰაგი. რატომაც არა. თუმცა ეხა ესო გავზარდავთ, ხედავთ, რომ არანაირად გვერდით არ მიყვება. იქიდან აქ ჩავუწეროთ აუტო და ჩვენ მივიღეთ ერთი უკვე ფრეიმი სწორად აწყობილი. გვაქვს ორი ფრეიმი, მოდი ამასაც დაშორება გავუწეროთ 16 პიქსელი ან 8 პიქსელი, რამდენი მაქვს აქ რომ აიცო ნახო. 6 მქონია, მოდი იყოს 8. და მოდი ეს სამი ელემენტი ერთმანეთთან დავაუტოლეიაუთოთ. თუმცა ეს სამი ელემენტი არ გამოვა ერთმანეთთან, რომ დავაუტოლეიაუთოთ, გამოვა, მაგრამ შიდა აუტოლეიაუთი კიდე მოგვიწევს და წინასწარ გავსაზღვროთ ეგეთი რაღაც დეტალები, ან შეგვიძლია შემდგომ გავაკეთოთ, როგორც აქ დავაუტოლეიაუთეთ შიდა ელემენტები. თუ დავაკვირდებით, აქ არის 8 პიქსელი დაშორება, აქაც 8 პიქსელი, თუმცა ამ კონკრეტული ფრეიმიდან არის 24 პიქსელი დაშორება. ეს ორი ფრეიმი ერთმანეთთან დავაუტოლეიაუთოთ და მოდი აქ ამას ვუთხრათ, რომ შენიყავი ფილი, რომ მაქსიმალურად გაიზარდე ამ გარე კონტეინერთან მიმართებაში. შიდა დაშორება გვაქვს 16 პიქსელი. და მოდი სიმაღლე ვუთხრათ, რომ იყავი ჰაგი. შენც იყავი ჰაგი, მაგრამ ჰაგი ვერ იქნები ამ ეტაპზე დროებით. და შიგნით რა ხდება? ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა ჰაგი გვჭირდება, მაგრამ ფილი რო გავუწეროთ, გარე კონტეინერი ფილი იყოს და აი ამ შემთხვევაში უკვე ეს მაქსიმალურად იზრდება და ამას პატარა ადგილით რჩება, გააგდო მარჯვნივ. თუმცა ჩვენ გვინდა რომ იყოს მარცხნივ. აქედან გამომდინარე ეს გარე კონტეინერი კი არის ფილი, მაგრამ მოდი შიდა კონტეინერი თვითონ ტექსტს ვუთხრათ, რომ იყოს ჰაგი, რომ რაც საჭიროა, მხოლოდ ის სიგანე წაიღოს. და მოდი ქვევით თვითონ ამას ვთქვათ ფილი იყოს, ფილი არის კი ბატონო და მივიღეთ ესეთი ფრეიმი. სიმაღლეში არ იზრდება, თუმცა არც გვინდა რომ ამ ეტაპზე სიმაღლეში რო გაიზრდება გამოყვეს. და რა ვშვებით ახლა ამ შემთხვევაში უკვე ნიშნავთ ამ ორ ელემენტს და ერთმანეთთან ვაკეთებთ layout-ს. და მოდი ამათაც ერთმანეთთან გავუკეთოთ 16 პიქსელი დაშორება. თითქმის მივიღეთ იგივე შედეგი, მაგრამ მოდი ვნახოთ რა ხდება. ხო, ეს კონტეინერი ჰაგი ხდება, ანუ რაღაცა შეიძლება იყოს შიგნით ფილი, ანუ შიდა კონტეინერები ახლა ფილი არის, მაგრამ მე რომ ეს ცალკეული ფრეიმი და ჩავსვი ამ სურათთან ფრეიმში და მივეცი აუტოლეიაუთი, აქ ფიქსირებული ზომა რადგანაც იყო, გააყოლა ფიქსირებული ზომა და შიგნით უნდა შევიდეთ, რომ გავუწეროთ ჰაგი გვინდა, ფიქსი გვინდა თუ ფილი გვინდა და ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ფილ კონტეინერი. და მივიღეთ ესეთი კონტეინერი მარჯვნივ და მარცხნივ. რო ამოძრავებთ სიგანეში, უკვე დინამიური კონტენტი გამოვიდა. სურათზე რაც შეეხება, სურათი არის სიგანე ფილი და მოდი სიმაღლეს ვუთხრათ ფილი. და აი აქ უკვე გასწორდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვევითა საინფორმაციო კონტეინერი არის კონკრეტული სიმაღლის, ესე რომ ვთქვათ, ჰაგი არის, რომელიც იმ ხელა არის, რამ ხელასაც კონტენტი მოითხოვს და სურათს ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად გაიზარდეს სიმაღლეში და სიგანეშიც, როგორც საჭირო არის. კი ბატონო, ეხლა რომ დავამუშავოთ ეს UI-ით, მოდი აქ ჩავასხათ ფილი თეთრი და ეს
კონტეინერის მომგვალება გავაკეთოთ 32 პიქსელი. ხედავთ, რომ სურათი არის 24 პიქსელი, თუმცა არის გარკვეული პატარ-პატარა წესები, თუ გვინდა რომ კარგი UI გამოვიდეს და მაგაზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მომგვალებას border radius ესე რომ ვთქვათ, როცა ვაკეთებთ, თუ გარე კონტეინერი არის მაგალითად 32 პიქსელი და შიგნით ვუკვეთებთ დაშორებას 8-ს, თუ გვინდა რომ სიმეტრიულად იდეალური მომგვალება მივიღოთ, გარე კონტეინერის მომგვალებას უნდა გამოვაკლოთ შიდა დაშორება და მიღებული ჯამით უნდა გავაკეთოთ უკვე შიდა მომგვალება, რაც 24 გამოვიდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა რა თქმა უნდა, პროდუქტის ჭრილში UI როგორც მოითხოვს, ისე უნდა ვიმუშაოთ. თუმცა ამ სურათს რო ვუყურებთ, აქ კიდე შეგნით გვაქვს ფედინგი. აქედან გამომდინარე ეს კონტეინერი, როგორც თქვით, ცალკეულად ფრეიმში ჩავსვით და მოდი ამ ფრეიმსაც, auto layout-საც, აქ როები არის, გვერდებზე გავუწეროთ 16 პიქსელი ისევ დაშორება, შიდა დაშორება და უკვე მივიღეთ ანალოგიური შედეგი. თუმცა აქ ხედავთ, რომ ქვევით უფრო მეტი დაშორება აქვს 8 და 24. აქედან გამომდინარე, გარე კონტეინერი რაც არის, გარე კონტეინერს აქ 8-ს მაგივრად გავუწეროთ 24 პიქსელი და უკვე მივიღეთ შესაბამისი ქარდი. 400-620. ეგ არის. მივიღეთ ანალოგიური auto layout-ის ქარდი. ესეც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ჩავსვათ auto layout-ში და რამოდენიმე ელემენტი რო იყოს. და აქ, AI-ის დახმარებით ადუბრირებს წინა ელემენტებს. კი ბატონო, და მოდი, აბა, როცა მაგალითად e-commerce საიტში ბევრი პროდუქტი დავალაგეთ გვერდ-გვერდ. და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ არ მუშაობს იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსირებული ზომები აქვს. მივცეთ სიგანე ფილი, მივცეთ სიმაღლე ფილი და ვხედავთ უკვე, რომ შიდა კონტენტიც დინამიურია. შესაბამისად, აქ დაშორება სიტყვაზე 32 გავუწეროთ, ფედინგები 64-ები გავუწეროთ და მოდი ფილიც მივცეთ, ცოტა მონაცრის რომ მაგალითად იები, ესეც მოვამგვალოთ 32-ზე და clip კონტენტი გავუწეროთ. auto layout-ი საკმაოდ მარტივია თუ სწორი სტრუქტურით ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, თუ სწორად მივუდგებით და მივყვებით ჩარჩოების და ფრეიმების აწყობას. და კი, აქვე დავამატებ, აქ ფრეიმებით რო ვიმუშავეთ და ბევრი ფრეიმ 6-5 და ასე შემდეგ, Figma-ს აქვს ძალიან მარტივი ფუნქცია rewrite rename layers დავაწვევით და გვეუბნება, რომ 8 layers აქვს სახელი გადასარქმევი და დაარქვა თავისით ფრეიმები. აღარ ქვია და უკვე შესაბამისი სახელები ქვია. დროებით გამოიწერეთ საჩემო აკადემია აუცილებლად.